დიდი მადლობა მოწვევისთვის თქვენს წამოწყებაში. ძალიან მიხარია ეს ამბავი. მე ვარ გურა მავქოფაშვილი, ძმების მარნის დამფუძნებელი და ღვინის ასოციაციის დამფუძნებელი ბოლნიში. ჩვენ საიუბილეო წელი გვაქვს წელს. კარგად დაემთხვა ეს ამბავი. 10 წლის გახდა ძმების მარანი როგორც ბრენდი. როცა ჩვენ ჩამოვასხით პირველად ღვინო ბოთლში, ეს იყო 2015 წლის მოსავალი, აქედან ითვლება ხოლმე ღვინის ასაკი და ბრენდის ასაკი. მაშინ ჩავიფიქრეთ ეს ჩვენ და წელს 10 წლის გახდა ბრენდი და ესეთი საინტერესო დამთხევა 10 ქვეყანაში ვყიდით ღვინოს უკვე ჩვენ ძმების მარანი. ესეთი პირველი სტაბილური ქვეყანა არის ავსტრალია. წარმოუდგენელი იყო ეს ამბავი, რომ ბოლნისური ღვინო ძმების მარნის იქნებოდა თუ ისიც არ უნდა ყოფილიყო, რომ ავსტრალიაში სულ სხვა კონტინენტზე 40,000 კილომეტრზე მოხვდებოდა და სტაბილურად მე-6 წელია იყიდება უკვე ავსტრალიაში სიდნეიში, რამოდენიმე ბარში, ღვინის ბარში და რესტორანში ძმების მარნის ბრენდით ღვინო ბოლნისური. ეს არის თეთრი ყურძნისგან დამზადებული ღვინო, ქაწითელისგან, ჩვენი ყველაზე საამაყო და პოპულარული ჯიშისგან. ეს არის საფერავი, ძირითადი ჯიში, რაც არის ჩვენი შავყურძნიანი და ადგილწარმოშობის დასახელების ღვინის ერთ-ერთი ჯიშია. ჩვენ იცით, რომ ღვინო ბოლნისი არის ადგილწარმოშობის დასახელების ღვინო, როგორც წინანდალი, როგორც ტვიში, როგორც გურჯაანი, ვაზისუბანი, ტიბანი, ხვანჭკარა, ოცხანური საფერა, აი დიდ შემადგენლობაშია ბოლნისური ღვინო 2019 წლიდან და ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაქვს ჩვენ ბრენდსაც და ბოლნისელ მეღვინეებს, რომ ღვინო იყოს ხარისხიანი. თავარი ამოცანა ეს იყო, როცა დავიწყეთ ჩვენ მოღვაწეობა. ყველანი შევთანხმდით ჩვენ მეღვინეები, რომ ჩვენ ღვინოს არავინ არ იყიდის, ჩვენი მხარე ყოველთვის შეუმჩნეველი იქნება, როგორც იყო აქამდე ამ ღვინის მხრივ. თუ ხარისხი არ დავანახეთ მომხმარებელ საზოგადოებას, სახელმწიფოს, უცხოელებს, ექსპერტებს, ღვინის მცოდნეებს და დიდი ხანი ვიმუშავეთ ამაზე. გამოგვივიდა ეფექტურად მუშაობა და მადლობა ღმერთს, რომ ღვინო ხარისხიანი გამოგვივიდა. ეს ამით დავამტკიცეთ, რომ ჩვენი რეგიონი არის ადგილი, სადაც შეიძლება ხარისხიანი, არა მარტო ხარისხიანი, უმაღლესი ხარისხის ღვინის წარმოება. რატომ ამბობ ახლა უმაღლეს ხარისხს? იმიტომ რომ მაგალითად სულ 2 დღის წინ მერანოს ფესტივალზე, მერანოს ფესტივალი არის ერთ-ერთი უდიდესი ფესტივალი ევროპაში, სადაც 3000-მდე ღვინო მონაწილეობს 100 ქვეყნიდან. და ბოლნისურმა ორმა ბრენდმა, ორმა ღვინომ, ეს არის მუხიგულის ბრენდმა და მადლიერის ბრენდმა, საფერავმა და კახურმა მწვანემ, ამ ღვინოებმა მოიპოვეს ოქროს ჯილდო. ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, წარმოიდგინეთ, რომ მსოფლიო ჩემპიონატში გამარჯვებულია ბოლნისი ამდენ ქვეყანაში, ამდენ ღვინოში. ეს არ არის ეს მხოლოდ ეს, მანამდე იყო მუნდუს ვაინის ფესტივალი, კონკურსი, ეს მერანოს ფესტივალი და კონკურსი, ეს მუნდუს ვაინის გერმანიაში ტარდება ასეთივე დონის კონკურსი და ფესტივალი, სადაც 8 ბოლნისურმა ღვინომ მიიღო უმაღლესი ჯილდოები. როგორ არ უნდა ვილაპარაკოთ ამაზე. შემდეგი არის ახლა ჩვენ გუშინ გავაგზავნეთ IWS ესეთი კონკურსი. ეს კიდევ უფრო მაღალი კონკურსია, მკაცრი შეფასება უფრო ლონდონში ტარდება, ეს არის ბრიტანული კონკურსი და აქაც ჯილდოები გვაქვს, შარშანაც ჰქონდა და შარშან წინა ჯილდოები თვითონ ლონდონიდან იყვნენ ჩამოსულები. ამის გამო რომ ესეთი ინტერესი გამოიწვია, სად არის ეს ხალხი, სად არის ეს ბოლნისი, მოიკითხეს, რომ ესეთი მაღალი ხარისხის ღვინოები სად კეთდება და ვინ არიან ეს მეღვინეები.
დაინტერესებას იწვევს ეს ძალიან დიდს. ამიტომ ჩამოვიდნენ სტუმრად ჩარშან და ეს გაშუქებულიც იყო ეს ამბავი. რა თქმა უნდა, აღთხოვანებული დარჩა ჩვენი მასპინძლობით, ქართული მასპინძლობით და სხვა ღვინოებითაც, რომლებიც კონკურსში ვერ მოხვდნენ, ან კიდევ ვერ გაიმარჯვეს, ან ხდება ხოლმე ეგეთი ამბავი. მოკლედ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი პროექტი, რომელიც 10 წლის წინ ჩავიფიქრეთ, ეს ყოფილიყო არა მარტო ძმების მარნის ღვინო, არამედ ის ყოფილიყო ბოლნისური ღვინოების წარმატება და ინტუიტიურად ვინდობოდით ამ აზრს, რომ ისტორიიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ისტორია არის უძველესი ღვინის წარმოებაში და ვენახის ყურძნის მოყვანაში, ვენახის მომლაში, გაკულტურებაში, ფიქრობდით, რომ წარმატებას მივაღწევდით და წინ კიდე ბევრი წარმატებებია მჯერა. მე უნდა დამეწყო, მე ბოლნის ღვინის სამშობლო, ან ბოლო დროს ესე ვიწყებ ხოლმე ინტერვიუებს და ეს ყველას უნდა ვაცნობოთ, სულ ყველა ბოლნისელმა, რომ ბოლნისზე როცა დავიწყებთ საუბარს, უნდა ვიამაყოთ ბოლნის პირველ რიგში და ბოლნისი მართლაც საამაყო ადგილია, ჩვენი სადაც დავიბადეთ, გავიზარდეთ. არაერთი კულტურული წამოწყების საფუძველია და ტრადიციის საფუძველია. აქ ვაღარ ვისაუბროთ პირველ დამწერლობაზე, ვაღარ ვისაუბროთ სულხან-საბაზე, ვაღარ ვისაუბროთ სიონზე და სხვა მნიშვნელოვან ამბებზე. აქ არის სამშობლო ღვინის და ვაზის პირველად გაკულტურდა ბოლნისის და მარნეულის ტერიტორიაზე ყურძენი და დაიწურა ღვინო და ჭურჭელიც. აქ არის ამას ადასტურებს არაერთი კვლევა და არაერთი ფაქტიური ნიმუში, რომელიც ბოლნისის მუზეუმშია წარმოდგენილი. ჩვენ 3 წლის წინ დაგვპატიჟეს პოლონეთის ერთ-ერთმა მხარემ დაგვპატიჟა პოლონეთში ესეთი იყო ამბავი, რომ ვიცით, რომ საქართველოს ღვინის სამშობლოა, ვიცით, რომ ბევრი ჯიშები გაქვთ, ვიცით, როგორი დამოკიდებულება გაქვთ თქვენ ვასთან და გვინდა, რომ თქვენ ჩამოხვიდეთ ჩვენთან და გვასწავლოთ თქვენი გამოცდილება, გაგვიზრდოთ და გვასწავლოთ. რაღაცები გვასწავლოთ და ჩავედით ახლა ჩვენს ჩემთან შედარებით იქ დელეგაციაში იყო 20-30 წლიანი, 50 წლიანი გამოცდილების ხალხი, სხვადასხვა ასაკის ვიყავით იქ და გამიკვირდა კიდევაც ახლა მე რატო ვარ აქ. ახლა იქ გვანახეს მათი თავიანთი გამოცდილება, გვანახეს პოლონეთი არის ახალი ქვეყანა, ასე ვთქვათ, ღვინის ინდუსტრიაში, რომელთაც ძალიან უნდათ, რომ ღვინის ბიზნესი აწარმოონ. ეს პოლონეთი არ არის მხარე, სადაც ტრადიციაა მისი, ახლა იწყებენ ამას, 15 წელია რაც დაიწყეს მათ ვენახების პროექტები და მეღვინეების პროექტები და ძალიან საინტერესოდ ვითარდება. აარჩიეს მაგალითად რეგიონი, სადაც უფრო მეტი მზე არის, უფრო შესაბამისი ნიადაგები იყო და დაიწყეს ესეთი პროექტების განხორციელება. ესე იგი შესთავაზეს მსურველებს, რომ მილიონ ევროთ მათ უნდა დაეტოვებინათ თავიანთი საცხოვრებლები და გადასულიყვნენ იმ მიკროზონაში, აეშენებინათ იქ სახლები, მარნები მოეწყოთ, აღჭურვილობა მოეწყოთ და ესეთი წესი იყო 4000 ძილვაზე მეტი არ აქვს უფლება რომ დარგონ. და განვითარდა ეს ინდუსტრია ერთმანეთის მეზობლად ჩამტკრივებული ესეთი ესე იგი უნიკალური საწარმოები, მარნებს ვერ ვიტყვით, საწარმოებია უნიკალური, სადაც აღჭურვილობა არის უმაღლესი დონის ბოლო წარმოების ვენახები გადასარევად მოვლილი, თუმცა არ აქვს თავიანთი ჯიშები. აქ კლონირებული ჯიშები. რო გიკითხავ რა ღვინო, გეუბნება K2 მაგალითად, ცოტა უცნაურად არის ეს ყველაფერი, მაგრამ ნუ ესეა. და ისე გამართულად არის ეს ყველაფერი, რომ მათ იციან, რომ ღვინოს და პროდუქტს დაამზადებს უკვე ბოთლში ჩამოასხამოს, ეტიკეტირებული იქნება, მაღაზია უკვე ელოდება, რომ ეს მიიტანს და ის ფულს გადაუხდის. ჩვენსავით
არ ფიქრობს ვაიმე სად გავყიდო ეს აწყობილია ეს ყველაფერი და შეიძლება აქაც ესე გაკეთდეს ეს იმისთვის მოუყევი რომ ადვილია აქაც ეს ამის გაკეთება და აღარ იქნება მონოპოლისტი ქარხნები მაგალითად, აღარ განვითარდება მცირე საწარმოები და უფრო ეფექტური იქნება ეს ყველაფერი მრავალი ბრენდი შეიქმნება, რაც ახლა თავისით ხდება აქ, თუმცა უფრო ძნელად ვითარდება ეს ბაზარი განსაკუთრებით გაყიდვის. უნიკალური ღვინოებია ჩვენთან და ყველას უჭირს გაყიდვის სისტემა არ არის მოწესრიგებული. მთლიანად საბაზრო ეკონომიკაზე არის დაყრდნობილი, რაც ხელს უშლის ამას. ყოველთვის არ ამართლებს ესეთი თავისუფალი ბაზარი, ასე ვთქვათ, ეს აზრი გამიჩნდა ამ ბოლო დროს, ამიტომ რაღაცა უნდა კონტროლდებოდეს მაინც და იყოს უზრუნველყოფილი გაყიდვა. რაღაც კომპონენტით მაინც. ხო და ეხლა ვეკითხები რას ყვები ეხლა მე? ვეკითხები ეხლა ჩვენ რაღა უნდა გასწავლოთ, ესე იგი ესე გამართული გაქვთ ყველაფერი, აი გაყიდვით დამთავრებული რა, არ ნერვიულობს წარმოებელი, რომ 4000 ძილი ვაზი ნიშნავს 6000 ბოთლს. ბოთლ ნახევარს ითვლიან ერთ ძილ ვაზზე, ესეთი დათვლა აქვს მაგაც და კარგია ესეთი დათვლა რო აქვს, აღარ არის გადატვირთული ვენახი და ზედმეტი პროდუქციაც არ იქმნება. ზუსტად იმდენი ნაწარმო, რამდენიც ბაზარზე არის დათვლილი, რომ შეიძლება ეყოს. ხო, რაღა უნდა გასწავლოთ? აი ჩვენ რა უნდა გასწავლოთ? ვერ გავიგე რა უნდა გვესწავლებინა, ან რა უნდა გაგვეზიარებინა. ხა ჩვენთან ეგრე საერთოდ არ იყო. და ესე იგი რა რისი გაზიარება გთხოვეს, ასაც ვერ ვასწავლიდით მაგას ნამდვილად. აი თქვენ სიმღერები გაქვთ ვენახზე, თქვენ მიწაზე გაქვთ სიმღერები, მზეზე გაქვთ სიმღერები, ლექსები, სადაც ჩანს ადამიანის და ვაზის სიყვარული ფილმი გაქვთ თქვენ აქ რა მოგიყვანა, შემადლიანო, შენა ჯარისკაცის მამა მათაც აქვს ნანახი, აი როგორ გამოხატავს და კიდე მრავალი მაგალითი მოყვნენ, სადაც არის ესეთი ემოცია. ჩვენ არ უყურებთ ვაზს, როგორც ისინი უყურებენ, როგორც ერთ-ერთ შემადგენელ ნაწილს ბიზნესისას, როგორც ბოთლს უყურებენ მაგალითად და როგორც ჩვენს ბოთლს ისინიც და ჩვენს ბოთლს უყურებთ, როგორც აი ამ ბიზნესში ერთ-ერთ საჭიროებას ნივთს. ისინი ვაზსაც ესე უყურებენ და ჩვენ ვაზს მასე არ უყურებთ, ჩვენ ვაზს უყურებთ როგორც ჩვენიანს, ჩვენს ნაწილს, მისი ტკივილი გვტკივა და მისი სიხარული გვიხარია ვაზის ფოთლების შრელ ვენახში წასვლა გვიხარია და გგონია რომ ვენახი გვესალმება ჩვენ და ეს ემოციური კავშირია. მათთან ეს ემოციური კავშირი არ არის, თურმე ესე აღმოჩნდა და ესენი გვეუბნებოდნენ, მოდი ეს გვასწავლეთ და ეს როგორ უნდა ვასწავლოთ? მე არ ვიცი და მთხარი რომ ესე იგი 1 წელი ყოველდღე მაგრად უნდა დათვრეთ. გამოფხიზდეთ და შეხედავთ მე ან ლექს დაწერთ. ან სიმღერას, ან შეგიყვარდებათ, ვაზი უნდა შეგიყვარდეს. საქმეც ესეა, საქმე უნდა გიყვარდეს, მაშინ გამოდის ძალიან გემრიელიც, მაგარიც და წარმატებულიც. ჩვენ ქართველებს ესეთი დამოკიდებულება გვაქვს და საერთოდ ვაზის და ღვინის ქვეყნებს ესეთი დამოკიდებულება აქვს ყველას. ჩვენ განსაკუთრებული რაღაცით ვართ, რა თქმა უნდა და განსხვავებული სხვებისგან, მაგრამ ყველა ქვეყანაში, სადაც ვაზი და ღვინოა, ყველასთან ემოციური დამოკიდებულება არის. აი იმ გარემოსთან, სადაც ვაზი ხარობს, იმ ნიადაგთან, იმ ხეხილთან, ბალახთან, ეს ბუნებასთან, ამ ემოციური დამოკიდებულების შედეგად არის, რომ პროდუქტი გამოდის უმაღლესი ხარისხის. ბოლნისში ღვინის სამშობლოა. ამის გარდა არის ბოლნისში სოფლიოში მესამე ტექნოლოგია, სოფლიოში 2 ტექნოლოგია ცნობილი. ეხლა უკვე იმდენად ცნობილია ქართული ტრადიციული ტექნოლოგია, ქვევრ ღვინის დამზადების ტექნოლოგია, რომ ჩვენ უკვე ვამბობთ, რომ არც ერთი სხვა ტექნოლოგია არ არსებობს, ეს არ არის ტრაბახი, ეს მართლაც ესეა. აი, აქედან რადგანაც ვამბობთ ჩვენ, რომ ვაზის სამშობლო ვართ, პირველი მეღვინეობის სამშობლო ვართ, ღვინის ჭურჭლის სამშობლო ვართ და ბოლნის თავისი ღვინის ჭურჭელიც აქვს, ერთი მე იმაზეც მოგიყვებით. ტექნოლოგიაც აქ გაჩნდა პირველი.
ჩვენ რო ვეძახით ევროპულ ტექნოლოგიას, ევროპული ტექნოლოგიაც არის ერთ-ერთი ქართული ტექნოლოგიის რეფორმა, ასე ვთქვათ. იქ სხვა ჭურჭლები გამოიყენეს უბრალოდ, თორემ მიმდინარეობა, დროში მიმდინარე პროცესია, ტექნოლოგია მიმდინარეობა, იგივე უბრალოდ ჭურჭელი აქვს სხვა გამოყენებული, რა თქმა უნდა, ეს ტექნიკასთან არის დაკავშირებული, მათ ესე აწყობდა თეზია, ანუ გულისხმობ ღვინის დამზადებას ევროპულად ეს ნიშნავს ჭაჭაკლერტის გარეშე ტექნოლოგიას. ჩვენთან არის ტექნოლოგია ჭაჭაკლერტით და ქვევში. და ჭაჭაკლერტი და ღვინო ერთად უნდა იყოს დიდხანს, რომ ღვინო გამოვიდეს ქართული ტრადიციული ტექნოლოგიით და საოცრად იყოს ქვევში. ეხლა რა ქნეს შვაბებმა, რომლებიც პოლონეთში ცხოვრობდნენ, კატერინფელდში, მათ მოეწონათ ძალიან, მათ იცოდნენ ევროპული ტექნოლოგია, რა თქმა უნდა, ეს არის მე-19 საუკუნის დასაწყისი, როდესაც ისინი აქ ჩამოსახლდნენ და მაშინ მიყვეს ხელი ღვინის ინდუსტრიას, იმიტომ რომ გარემო პირობები, კლიმატი და საერთოდ საქმიანობის სფერო და ჩვენი ისტორიიდან გამომდინარე, მათ სწორი გადაწყვეტილება მიიღეს ნამდვილად, რომ მეღვინეობას მიყვეს ხელი და ხელად გააშენეს ვენახები. აი ჩვენა ვენახებიც გვაქვს ეხლა რა ფართობის ბოლოში. იმაზე ორჯერ მეტი ქონდათ 200 წლის წინ. და ამ ინდუსტრიას უყურებდნენ როგორც ერთ-ერთ პერსპექტიულს და მართლა პერსპექტიული იყო და მართლა გაამართლა ამ მიმდინარეობამ, იმიტომ რომ 1.200.000 ბოთს ასხავდნენ ისინი 200 წლის წინ იმ კომუნიკაციის პირობებში, იმ მარკეტინგის პირობებში, იმ ცოდნის პირობებში, იმ საზღვრების პირობებში, იმ პოლიტიკის პირობებში წარმოიდგინეთ ეს დიდი რისკი იყო, თუმცა გარისკეს ამ ხალხმა და უნიკალური ინდუსტრია შექმნეს. უფრო კარგად ამას მოგიყვებით მე ჩვენს ქართულ გერმანულ სახლში მოვხვალ სტუმრად და თითოეული მეღვინის დაპატიჟების საშუალება გექნებათ. მე მგონი საინტერესო გამოვა პოდკასტი. პოდკასტ დავარქვათ მაგალითად გრადუსი ბოლნისიდან რაღაცა. ხო, 1.200.000 ბოთს აწარმოებდნენ და ყიდდნენ. ჩვენთან შედარებით ახლა იქ ყველა მეღვინე იყო 95% ბონუსის სია, როცა ნახულობ მაცხოვრებლების სიას, იქ პროფესიებში უწერიათ ვაინზერ მეღვინე. ძალიან საინტერესო სანახავია და ძალიან თბილად განგაწყობს ახლა განსაკუთრებით ღვინოს თუ აწარმოებ. მათ რაც შეამჩნიეს იყო ის, რომ ფერი, ქარვის ფერი მათი ღვინო, ევროპული ღვინო, ქარვის ფერი არ არის, იმიტომ ეძახიან ისინი თეთრს. თეთრი ღვინო ეს ეძახიან. ორი ფერი იყო საერთოდ სოფლიოში, სამი ფერი, უფრო სწორად ვარდისფერი, თეთრი და წითელი. იმის მერე რაც ხვევრის ღვინის პოპულარიზაცია დაიწყო, მსოფლიო ფერთა გამას, ღვინის ფერთა გამას შეემატა კიდეც ჩვენი ქარვის ფერი. მერე უკვე ორანჟ ვაინშიც გადავიდა ერთი შტო და ესეთი ტენდენცია არის ახლა ევროპაში ორანჟ ვაინი, ფორთოხლისფერ ღვინოებს ეძახიან რატომღაც, ახლა მაგ ფესტივალზე მივიდივართ 18 ნოემბერს არის 7 ბოლისური ღვინო არის წარმოდგენილი ამ ორანჟ ვაინზე, ქარვისფერ ღვინოებს ეძახით ჩვენ, ისინი ეძახიან ორანჟ ვაინებს, ფორთოხლისფერ ღვინოებს. უნდა შევაცვლებინოთ ეს სახელი. ხო, ეს ქარვისფერი იმდენად მოეწონათ, რომ იფიქრეს, რომ ჩვენს გვინდა ეს ქარვისფერი, მაგრამ ქარვისფერი ვერ მიიღება ვერანაირად მათი ტექნოლოგიით. აუცილებლად ქართული ტექნოლოგია უნდა გამოიყენონ. ქართული ტექნოლოგია რო გამოიყენონ, ქვევრი მაგათ არ მოეწონათ. ქვევში რთულია, მათთვის რთული აღმოჩნდა ქვევრის მოვლა, პატრონობა, რეცხვა, ჭაჭის ამოღება, ამიტომ რა უნდა ეკნათ, რომ თავიანთი ტრადიციული ჭურჭელი გამოეყენებინათ ამისთვის, სადაც ღვინო დადგებოდა ქარვისფერი. და ამ გენიოსმა ხალხმა მოიფიქრა უნიკალური ამბავი, მთელი ეს ქვევრის ტექნოლოგია ამოიტანეს მუხაში. ანუ ჩვენ რო წურავთ ქვევში ყურძენს, მათმა დაწურეს ჭაჭაკლერთან ერთად ყურძენი მუხის ჩანებში. რა უნდა ეკნათ დროსთვის, ჩვენ დროში ჭაჭაკლერს და ღვინოს ვაყოვნებთ 6 თვე, 3 თვე, 9 თვე და მერეა ქარვისფერი, მაგრამ მათ ამავე დროს მაშინ ღვინო არის ესეთი სხეულიანი, ძლიერი, ტანინიანი, მათ ესეთი ღვინოები არ მოწონდათ, რა ეკნათ, რომ ქარვისფერი ყოფილიყო ღვინო და ყოფილიყო ისე ევროპული სტილის 2 არომატი, 3 არომატი, მსუბუქი და თან ქარვისფერი.
დიდი ამოცანის წინაშე იდგნენ, მაგრამ ძალიან ადვილად გადაწყვიტეს, შეამცირეს დრო, ჭაჭაკლერთან ერთად მათ ღვინო დააყოვნეს მუხის ჩანში 4 კვირა და ჩვენც ახლა ესე ვაგრძელებთ ამ ტექნოლოგიას აქ 200 წლიანი ისტორია და ეს არის არამატერიალური კულტურული ძეგლი და ჩვენ ბოლოში გვაქვს უნიკალური ამბავი, რომ ფლობთ არამატერიალურ კულტურულ ძეგლს ტექნოლოგიის სახით და ამ 200 წლიან გამოცდილებას, რომელიც ადასტურებს ამას, რომ ეს არის არამატერიალური კულტურული ძეგლი და ამ ტექნოლოგიის რეგისტრაციის შემდეგ ჩვენ ვფიქრობ, რომ აქ მეტი ტურისტი მოიყრის თავს, რომ ნახონ ეს უნიკალური ტექნოლოგია, რომელსაც ჩვენ ესე მხოლოდ ლაპარაკობთ, არ არის ოფიციალურ დონეზე, ვამზადებთ დოკუმენტებს, რომ ღვინო ბოლნისი უკვე რეგისტრირებული, ეს არის დაცული ადგილი წარმოშობის ღვინო, ამას დაემატება, ფიქრობ, რომ გაისად გაუმკლავდებით ამ პროექტის დასრულებას და ბოლნისი წარმოჩენილი იქნება მსოფლიოს წინაშე როგორც მესამე ტექნოლოგიის ავტორი. ჩვენ უნდა დავნერგოთ ოზონირებული წყლით ვენახების შეწამება, იმიტომ რომ ეს არის ძალიან ეფექტური, უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა. ეს პროექტი განვახორციელეთ ჩვენ სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად, მეცნიერებთან ერთად და ბოლოში 11 მე ვენახეს აქ ეს ოზონის აპარატი, ოზონის წარმოქმნელი აპარატი, ოზონატორია, ასე ვთქვათ, რომლითაც ჩვენ ვაოზონირებთ წყალს და მერე ვწამლავთ. ეს არის პატარა ვენახებისთვის უნიკალური და ძალიან კარგი საშუალება, რომ არ ვიყიდოთ წამლები, ფულს არ ვხარჯავთ წამალში და თან გვაქვს ეკოლოგიურად სუფთა ყურძენი და მართლაც შედეგიანია, იმიტომ რომ ძალიან გემრიელი ყურძენიც არის და ძალიან გემრიელი ღვინოც. ამასთან ერთად ელექტროენერგიის წყარო გვაქვს იქ, ამ კონსტრუქციაზე ელექტროენერგიის წყარო, მზის ენერგია და ოზონატორი მუშაობს მაგ წყაროზე უნიკალურია, თუმცა შარშანდელ არა, წლევანდელ აი ესეთ შემოტევას ბუნებრივი იმას ვერ გაუძლო. ან დავაგვიანეთ. მოკლედ გზადაგზავს სწავლობთ და ვცდილობთ, რომ ვიყოთ მიკვლევადი, ბოლნისი უნდა ღირსია იმისა, რომ იყოს მიკვლევადი რეგიონი, განსაკუთრებით ღვინის წარმოებაში, რადგანაც ღვინის სამშობლო ვართ. ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ პოპულარული გახდეს ტურიზმი, განვითარდეს განსაკუთრებით ღვინის ტურიზმი და ეს სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილიც არის და პრიორიტეტებში შედის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებში შედის სოფლის მეურნეობის მიმართულებით და რამოდენიმე პროექტი არსებობს, რომელიც ამას ხელს უწყობს, ჩვენ ახლა მონაწილეობთ მაგ პროექტებში. ეს არის ბრენდინგისა და გაციფრულების პროექტი, ამ ყველაფერს ჩვენს პლუსებს და ისტორიულ ამბებს გამოვიყენებთ იმაში, რომ ბოლნისი გავხადოთ სოფლიოში ცნობილი ადგილი, როგორც არის ბორდო, როგორც არის მერანო, როგორც არის პარიზი და როგორც არის ნაპავალი. ჩვენ როცა ამბავს ყვებით, ჩვენ გვაქვს მოსაყოლი ორი ამბავი. მაგალითად, სხვა რეგიონში ერთ ამბავს ყვებიან, ღვინოზე ყვებიან ერთ ამბავს. რა არის ხა ეს ერთი ამბავი, ქართული ტრადიციული მეღვინეობა, ყველა კუთხეში, სადაც ყურძენია საქართველოში, ყველა არის ქართული ამბავია მოყოლილი. 8000 წლოვანი უზარმაზარი ამბავი, ძალიან საინტერესო, სხვადასხვა ჯიშები, სხვადასხვა ადამიანები არიან ამ ამბის ამბავს ყვება. ყველგან ძალიან საინტერესოა, ყველა თავისებულია, საქართველოს აქ 525 ჯიში, ეს არის უდიდესი საგანძური ქართული მეღვინეობაში ესეთი საგანძური არავის არ აქვს, არც ერთ ქვეყანას არ აქვს, თუმცა ეს ყველაფერი ახსადგენია და აქ ყველაზე მეტი რამოდენიმე ჯიში ფიგურირებს წამყვან ჯიშებში და 500 ჯიში კიდე გასამოძრავებელი ყავს, წარმოიდგინეთ, რესურსი უდიდესი, რომ ყურადღება მივიქციოთ ღვინის სფეროში, ამდენი ჯიშის ღვინოებით, წარმოიდგინეთ. ესე იგი დაუსრულებლად შეიძლება ქართულ ეპოქაზე საუბარი და ეს არის ერთი ამბავი. ჩვენ რა თქმა უნდა ვსაუბრობთ ამაზე და ჩვენ ხომ ამბობთ, რომ ბოლის ღვინის სამშობლო და ბევრი ამბავია მოსაყოლი, რომელიც გადატანილია კულტურის სხვადასხვა სფეროებში. ღვინის ამბავი, ვაზის, ფოთლის,
რედ ბარელიეფებზეა გადატანილი, სად აღარ არის ყურძენი, როგორც ხორბალი, როგორც ოქრო, როგორც ჩვენთან არ არის არსად მაგალითად ვაშლი სადღაც გამოსახული, ან სხალი, ან საზამთრო. სხვაგან არის, ჩვენთან არის ვაზი, ხორბალი, ზე. ეს ჰარმონია ბუნებასთან, პირველი შეხება და პირველი ემოცია, იმ ჩვეულებრივი ემოციის გარდა ადამიანებმა მიიღეს ღვინისგან და ეს დაფასებული იმიტოა. ხორბალს კიდე თავისი ისტორია აქვს. ხორბლის სამშობლოც არის სხვათა შორის ბოლნისი, ორი ჯიშის სამშობლო ხორბალი. ბოლნისი, ორი ხორბლის ჯიშის. ამიტომ ჩვეულებრივი ამბავია ესე უცხოელისთვის მოსასმენად, რომ აქ არის ქართული ეპოქა, რა იქნება სხვა, მაგრამ ჩვენთან ბოლნისში არის ორი ეპოქა. ქართულთან ერთად მე-19 საუკუნის დასაწყისში დაინერგა, დაიწყო ევროპული ეპოქა. ესე იგი, აქ არის შერწყმა, ეხლა აი მარტო ამ მაგალითიდან შეიძლება წარმოიდგინოს ადამიანებმა და მსმენელებმა, რამდენად ახლოს არის, რამდენად ერწყმის ქართული და ევროპული კულტურა ერთმანეთს და ეს კარგად გამოიხატა ღვინოში და ღვინის ტექნოლოგიაში, რაც წეგან მოგიყევით. ეს ტექნოლოგია არის ზუსტად აქ წარმოქმნილი და კარგად შეერწყა ქართულ ტექნოლოგიას ევროპულ და ქართულ ტვინებმა, აი ეს ერთმანეთი იპოვეს და ეს ტექნოლოგია აუცილებლად დასარეგისტრირებელია, ასე ვთქვათ, სხვა. აი ეს ტექნოლოგია აუცილებლად გავაცნოთ ეს ამბავი, რომ საქართველოში არის ადგილი პოლონში, კატერინებელში, სადაც კი გერმანელები ცხოვრობდნენ და სადაც კი ყურძენი იწარმოებოდა და ღვინო იწარმოებოდა, ყველგან ეს ტექნოლოგია განვითარდა. მერე, იმიტომ რომ ეს ძალიან მოერგო ბოლნისურ აქაური მხარის ჯიშებს. მოუხდა ეს ტექნოლოგია ამ ჯიშებს. რა თქმა უნდა, უპირველესია ჩვენი ქართული ტრადიციული ტექნოლოგია და ქვევრის ტექნოლოგია, ეს არის პირველი და უნიკალური და ერთადერთი, მაგრამ საყურადღებოა ეს მეორე ტექნოლოგიაც, რომელიც არის ევროპული ტექნოლოგია და ესე პირდაპირ კავშირში აი ამ ამბავთან, რომ აი ეს ხალხი კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ხალხი ჩვენი ხალხმა გაუგო ერთმანეთს, ტექნოლოგიებმა გაუგეს ერთმანეთს, ჭურჭელებმა გაუგეს, აი სრული ჰარმონია მოხდა ამ ორი ხალხის ფიქრის შედეგად და აი ეს ტექნოლოგია უკვე დღეს და ამიტომაც ვამბობთ ჩვენ, რომ მაგ კითხვის პასუხად, რომ ეს არის უნიკალური მოვლენა ზუსტად, აი ეს ეპოქალური მოვლენაა და ჩვენ ამას გავაგრძელებთ. მე ურჩევ კიდევაც და მოუწოდებ კიდევაც და რა თქმა უნდა ვასწავლეთ ყველას უანგაროთ, ძალიან მინდა რომ ბოლნისი იყოს ისეთი მწარმოებელი ღვინის, როგორიც იყო 200 წლის წინ, მინიმუმ 200 წლის წინ. რა თქმა უნდა, ღვინის წარმოება შემდეგ წლებშიც იყო, ეგრეთ წოდებულ კომუნისტების პერიოდშიც იყო ღვინის წარმოება აქ, მაგრამ ესეთი მრავალფეროვანი, როცა აი დაკავებული ყოფილიყო სამითი, ეხლა 25 მარანი ვართ, რომელიც ბოთში ვასხავთ ღვინოს და ჩვენი ბრენდებით გავდივართ ბაზარზე. ფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ცოტა. ადამიანებს აშინებთ რა, ყველა ისედაც ამზადებს ღვინოს ბოლნისში, ისედაც ხარისხიან ღვინოს ამზადებს, ისედაც უვლის ვენახებს, ისედაც აი ზუსტად ამ ტექნოლოგიით ამზადებენ რაც მოგიყევით, მაგრამ ვერ გაუბედავთ ბოთში ღვინის ჩამოსხმა, იმიტომ რომ მას მერე გაყიდვა უნდა. ამიტომ ჩვენ უკვე გვაქვს გამოცდილება, რომ დავანახოთ გზა, თუ როგორ უნდა გაყიდონ ეს პროდუქტი და რამხელა რენტაბელობა აქვს ამ პროდუქტს მოუყვებით და აუხსნით და დავარწმუნებთ, რომ ამ ტრადიციულ ხელობას უნდა მივყოთ ხელი, იმიტომ რომ გაძლიერდეს უნდა ქართული ტრადიციები, გაძლიერდეს უნდა ევროპასთან ურთიერთობა, იმიტომ რომ ყველაზე მაღალი ფასია და ყველაზე მაგრა ფასდება ხარისხიანი პროდუქტი ვიდრე სხვაგან. ჩვენთან ყველაზე ახლოს არის ბაზარი, რომელიც აფასებს ჩვენს ტრადიციებს და ჩვენ
მიწოდებულ ფასზე არ ვაჭრობს, აი არ გევაჭრება, იმიტომ იცის რომ ეს არის უნიკალური პროდუქტი, ხარისხელი პროდუქტი და ამიტომ ამ ხელობას უნდა მოვკიდოს ხელი ყველამ, ვინც ისედაც ამზადებს, მე საუბრობ მხოლოდ იმ ხალხზე ჯერ პირველ რიგში, ვინც ისედაც ამზადებს ოჯახებში ღვინოს და ეს არის დაახლოებით 1,000,000 ლიტრი ღვინო მზადდება დღეს ოჯახებში, რომელიც იხარჯება, რა თქმა უნდა, სხვადასხვა საჭიროებებში, უმეტესობა ჩუქდება, როგორც ბოლისელებს ჩვევია ჩვენს ჩუქნით ღვინოებს, ან ერთმანეთს, ან სტუმრებს, ან ვაგზავნით სადღაც, ეს რა თქმა უნდა, კარგია ემოციურად, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ ბიზნესიც უნდა ვაკეთოთ, რომ უფრო პოპულარული გავხადოთ ჩვენი ოჯახებიც, ჩვენი ბრენდებიც, ბოლნისით რაც თავარია, ბოლნის უნდა გავხადოთ პოპულარული, რომ სტუმარი და ტურისტი მოვიზიდოთ ამითი, რითიც მერე ყველა იხეირებს, არა მარტო მეღვინე, არამედ მთელი სტუმარ-მასპინძლობის სფერო, როგორიც აი აქვეა 200 კილომეტრში არის თელავი. არანაკლები ისტორია გვაქვს, არანაკლები ტურისტული ლოკაციები გვაქვს ვიდრე თელავს ჩემი დიდი პატივისცემა და რა თქმა უნდა იმ ხარეს. იმიტომ არ ვამბობ რომ რაღაც იქ არ წავიდეს და ჩვენთან წამოვიდეს, სტუმარი და მსურველი იმდენია მსოფლიოში რომ ყველას გვეყოფა. ამიტომ შეიძლება შემოსავლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყარო გახდეს ბოლისში მევენახეობა, მეღვინეობა და ამიტომ გაყვანული გვაქვს გზა ჩვენ და ჩვენ მოუწოდებთ ყველას რომ მოვძამით ბატონო, აგროცენტრი გვაქვს უნიკალური სტრუქტურა, რომელიც ევროკავშირის დახმარებით შეიქმნა და ბოლნის მუნიციპალიტეტის დახმარებით შეიქმნა, რომელიც აი გამართული სტრუქტურა, კონსულტაციებით, ტექნიკურად, ბაზრის მოძიებით და ცალკე კიდე ჩვენ მეღვინეები ყველაფერს ვიზავთ იმისთვის, რომ მეღვინეობა წავიდეს წინ და რა თქმა უნდა ჩართულობა უნდა იყოს ყველას მხრიდან. მაშინ გახდება ბოლნისი ყველაზე ცნობილი მსოფლიოში ადგილი, როგორც ბორდო, როგორც პარიზი, როგორც არგენტინა და ასე შემდეგ.